წვილი მოგონებებით ვამთავრებთ. აუ, შენ გენაცვალე. რა დამთხოვა მაინც და ჩზე ჩამოვარდა ორი რაღაცა ჩამოვარდა ჩზე მაინც და სანდრო? გრობელარი? -20. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ საფეხბურთო პრესინგის ნახევარფინალურ დაპირისპირებას, სადაც საუკეთესო მოთამაშეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტსის საჩუქრისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისთვის. დღევანდელ ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ ალექსანდრე გავრიჩიძე, ლაშა გოდუაძე და სანდრო ლოსაბერიძე. არის მეგობრებო მზადყოფნა დასაწყებად? მაინც დავიწყებთ, რა მნიშვნელობა აქვს. ვიწყებთ პირველი რაუნდი შეტევა. პირველი რაუნდი შეტევა. განსხვავებით წინა პრესინგებისგან, ნახევარფინალში განსხვავებული რაუნდი გვაქვს. ამჯერად თქვენ წინ გამოჩნდება მსოფლიოს ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის ან რომელიმე კონკრეტული ჩემპიონატის ერთი მოცემული სეზონი. თუ თქვენ აირჩევთ ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგას ან მსოფლიო ჩემპიონატს, მაშინ მოგიწევთ მერვეთ ფინალიდან ფინალამდე გამოიცნოთ წყვილები თუ ვინ შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალის გამოცნობა არ მოგიწევთ პირდაპირ გავხსნი ფინალს, მერვეთ ფინალური წყვილის გამოცნობა იქნება 5 ქულა, მეოთხეთ ფინალური წყვილის გამოცნობა 3, ხოლო ნახევარფინალის 1. მსოფლიო ჩემპიონატზეც მატჩი მესამე ადგილისთვის არ იქნება. რაც შეეხება კონკრეტულ ჩემპიონატს თუ აირჩევთ რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში თლიანი სატურნირო მდგომარეობა გამოვა, რომელიც ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იყო, იტყვით რიგრიგობით გუნდებს და ის გუნდი რომელ ადგილზეც გავიდა, იმდენ ქულას მიიღებთ. აქაც წესები სტრაიკებს რაც შეეხება იგივეა, 3 სტრაიკის შემთხვევაში ვარდებით და ყველაზე მეტქულიანი მოთამაშე იმარჯვებს. მე მგონი ავხსენი და გადავიდეთ დღევანდელი პირველი რაუნდის თემებია. მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წლის, მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის, ჩემპიონთა ლიგა 2021-22 წლების სეზონი და სერია A 2011-2012 წლების სეზონი. ვინ დაბლოკავს პირველი? მე. დაბლოკე. სერია. ღმერთო, რა როდისმე ითამაშებს ვინმე ამ იმას ჩემპიონატს ისევე უნდა მათამაშონ. სერია A დაიბლოკა. მოდი იყოს ჩემპიონთა ლიგა 2021-22. ანუ მსოფლიო ჩემპიონატს ვითამაშებთ ოღონდ, რომელს ამას სანდრო გადაწყვეტს. მსოფლიო 2006 ვითამაშებთ. მსოფლიო 2006. ეს ის მსოფლიო ჩემპიონატია, მეგობრებო, სადაც იტალიამ და საფრანგეთმა ითამაშეს ფინალში. თქვენ წყვილებს რომ გამოიცნობთ, შედეგებს მაინც არ გამოვაჩენ, რო არ მიხვდეთ და გაიხსენოთ უფრო სწორედ, რომელი გუნდი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს არის ფინალი, სადაც იტალია შეხვდა საფრანგეთს. თუ არ გახსოვთ ეს ფინალი, ისედაც გაგიჭირდება დანარჩენი წრეების გამოცნობა. დავიწყოთ. სანდრო, ბოლო შენ დაბლოკე, შენ იწყებ. ერთი კითხვა მაქვს, ნებისმიერ ეტაპი უნდა თქვა? რომელი ეტაპიც გინდა, ოღონდ უნდა მითხრა, რომელი ეტაპია, რომელი ეტაპის თამაშს ამბობ და კიდევ ერთხელ, მერვეთ ფინალური წვილი არის 5 ქულა, მეოთხეთ ფინალური წვილი 3, ნახევარფინალი 1. იტალიამ გააგდო მერვეთ ფინალში ავსტრალია. იტალია, ავსტრალია, ნამდვილად იყო ესეთი მერვეთ ფინალი, ოღონდ გააგდო თუ რა ქნა, გირჩევ, შენთვისვე ჯობია რომ არ თქვა ხოლმე ესე. ნუ ფინალში კი წერია. ვითხარი უკვე რა. ფინალში კი წერია, მართალი. სწორია, 5 ქულა. გაბრო. აი, ბარემ ფინალის ვიტყვი ისევ და ცოტა ისეთი მატჩი იყო. დასამახსოვრებელი, საფრანგეთი ესპანეთი. უნდა მითხრა რომელი ეტაპია? მერვეთ ფინალი. სწორია, +5 ქულა. ლაშა. საფრანგეთი, ბრაზილია, მეოთხეთ ფინალი. ესეც სწორია, 3 ქულა. გერმანია, შვედეთი, მერვეთ ფინალი. გასაგებია. 5 ქულა. სწორია. ბრაზილია განა მერვეთ ფინალი. ესეც სწორია, კიდე 5 ქულა. იტალია, უკრაინა, მეოთხეთ ფინალი. ესეც სწორია. 3 ქულა. პორტუგალია შეხვდა ნიდერლანდებს მერვეთ ფინალში. +5. უკრაინა, შვეიცარია მერვეთ ფინალი. უკრაინა, შვეიცარია, მერვეთ ფინალი, ხო? სწორია. ლაშა. მოდი იყოს გერმანია, იტალია ნახევარფინალი. სწორია, 1 ქულა.
არგენტინა, მექსიკა, მერვედფინალი. ასევე სწორია. ჯერჯერობით უდანაკარგოთ მიდიხართ. ლეოს ხუთიკულა. ვაი, მე რო ვის შეხვდა რო ეგ არ მახსოვს. გოლი მახსოვს და ვის შეხვდნენ არა. აი. ნუ ვიცი, მაშინ იყოს გერმანია, არგენტინა მეოთხედფინალი. სწორია, პლუს 3 კულა. პორტუგალია, ინგლისი. სწორია. ოღონ უნდა მითხრა რომელი წრეა. მეოთხედფინალი. სწორია. 3. ინგლისი ეკვადორს შეხვდა მერვედფინალში. ნამდვილად ესე იყო, ინგლისი შეხვდა ეკვადორს და გერმანიის ლეოს შუქიდან. ხუთიკულა არის, დაგვრჩა ერთი თამაში, დიდად არაფერს აღარ წყვეტს ეს თამაში, ერთგულიანი არის და არემ დავხუროთ თქვი, გაბრო რომელია. საფრანგეთი, პორტუგალია. ნამდვილად, პლუს 1 კულა. დასრულა რაუნდი მთლიანად გახსენით მეგობრებო, სოფლიო ჩემპიონატი 2006 წლის. პირველი რაუნდის შემდეგ სანდრო 50 კულა, გაბრო 30 კულა, ლაშას ჯერჯერობით კულა არა აქვს. ვიწყებთ მეორე რაუნდს, ჰეინეკენის რაუნდი, ტაქტიკოსი. მეორე რაუნდში მეგობრებო, თქვენს წინ იქნება 5 თემა. სადაც იქნება 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვა, 10 კულიანი, 20 კულიანი, 30 კულიანი. აქ ვინც ირჩევს შეკითხვას, მას აქვს უპირატესობა რომ უპასუხოს, თუმცა დარჩენილი 2 მოთამაშე დასწრებაზე მაინც თამაშობთ. თუ სწორად უპასუხებთ, რა ნომინალიანიც არის ეს შეკითხვა, იმდენ კულას აიღებთ, ხოლო თუ არასწორად, -10 კულა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ კულიანია შეკითხვა. ისევე როგორც წინა სხვა შეხვედრებშიც, აქაც ერთი დიდი გამაერთიანებელი ფარი გვექნება ყველა ამ შეკითხვის და ეს არის სადღეგრძელოები, მეგობრებო. დღევანდელი 5 სადღეგრძელო არის. დედმამიშვილების დალოცვა, სადაც როგორც ხვდებით, დედმამიშვილებზე იქნება კითხვები, ახალი თაობის აღსანიშნავი, რომელიც ახალ თაობაზე არის, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, 3 ჩ, სადაც არის ჩ-ზე იწყება სახელიან გვარი, სახელი გვარი ქვეყანა ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება იყოს, ჩ-ზე უნდა დაიწყოს უბრალოდ. ჩემპიონთა თასის მოსაგონარი, ჩემპიონთა თასს ეხება და არა ლიგას. და ტკბილი მოგონებები. პირველზე არის სანდრო და სანდრო დაიწყებს. მოდი იყოს ახალი თაობის აღსანიშნავი 20. ახალი თაობა 20. ამ ფეხბურთელს სამშობლოში მესინიოს ეძახიან. 10 წლის ასაკში 2018 წელს ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც Nike-თან კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის ვინგერი პალმეირასის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. აგვისტოში კი ჩელსის შეუერთდება. ესტევაო? ლეოს 20. გაბრო? 30 ავიღებ მე 30. აქ 30? იყოს ახალი თაობის. ედენ აზარის შემდეგ ლილის აკადემიას ამაზე კარგი პრესის მქონე ფეხბურთელი არ გამოუშვია. მაროკოული ფესვების მქონე ფრანგი ნახევარმცველი 17 წლის ასაკში ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ეს არა მხოლოდ შიდა ჩემპიონატში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც გვაჩვენა. აი, დამავიწყდა მე მგონი. ბუადი? ლეოს 30 კულა, აიო ბუადი. ლაშამ? 3 ჩ 30. 3 ჩ 30. ამ ნაკრების ისტორიაში უდიდესი ჰაილაითი ისაა, რომ 2015 წელს რიგობერტ სონგი წვრთნიდა. სოფლიოზე არასდროს უასპარეზია. გასაკვირი არაფერია, ეს ქვეყანა კონტინენტზე ერთ-ერთი უღარიბესია. კორუფციისა და ადამიანის განვითარების ინდექსით სოფლიოში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი აქვს. ჩადი? ლეოს 30. მოდი დედმამიშვილების დალოცვა 20 იყოს. დედმამიშვილები 20. ისინი სოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძმები არიან. მათი სატრანსფერო ჯამური ფასი 200 მილიონ ევრომდეა. უმცროსი ძმა 19 წლისაა და სანდერლენდში თამაშობს. უფროსი კი სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჯუდი და ჯობ ბელინგემები. ლეოს 20. მეცა ეს 20 კულიანი გავიდა, ხო? 20 კულიანი გავიდა. ავიღოს 30. 30 აქ. დას ვერონასთან ერთად 5ჯერ აქვს სკუდეტო მოგებული და 4ჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს. ის იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ ითვლება, დასგულისხმობ. ძმამ დის სიმაღლეები ვერ დაიპყრო, ნაპოლიში თამაშობდა, ცოტა ხანი ინგლისშიც იყო, საუკეთესო წლები კი სამპდორიაში გაატარა. უნდა დამისახელო ეს ძმა, ეს ფეხბურთელი. თქვი რამე, იმიტომ რომ არ მინუსდები, თუ გინდა. 0. კაი. გაბიადინები არიან
მელანია და მანოლო. მანოლო უნდა გეთქვა მხოლოდ. ლაშა. ჩემპიონთა თასის მოსაგონარი 30. ჩემპიონთა თასი 30. 80-იან წლებში ამ გუნდმა ჩემპიონთა თასი წურვაში მოიგო. ტურნირზე 9 შეხვედრიდან ძირითად დროში მხოლოდ 3-ში გაიმარჯვა. მეოთხედფინალიდან მოყოლებული კი 90 წუთში მატჩი არ მოუგია. გეტყვით რომ ეს ამ გუნდის პირველი და უკანასკნელი ჩემპიონთა თასია. თუ არ ვწდები ეს ვეინთჰოვენი? ლიოს 30. ჩვეები იყოს 20. შენ არ ხარ? უი. ჩემი ჯერია. მოდი მეც მაგას ავიღებ. ჩიები 20. ჩვეები 20. ამ კაცმა დიდი ფეხბურთის თამაში სოსიედადში დაიწყო. ტიტულები და სახელი ბარსელონაში ასპარეზობისას მოიხვეჭა. დღეს კი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული დირექტორია. ჩიკი ბეგირისტაინი. ლიოს 20. ავი ტკბილი მოგონებები 30 იყოს. ტკბილი მოგონებები 30. 1982 წლის მსოფლიოზე ტურნირის დებიუტანტი გუნდის ფეხბურთელებს მოედნის მიღმა გაგონილი სასტვენის ხმამ საჯის ეგონა და გაჩერდნენ, რასაც ალენ ჟირესის გოლი მოჰყვა. გუნდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოლის გაუქმება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თამაშის დატოვები დაიმუქრა. საჯმა თავი არ აიტკივა და გოლი, რომელიც ფრანგებისთვის დიდს არაფერს წყვეტდა, გააუქმა. ეს ნაკრები უნდა დაასახელო. ანუ არ იყო ეს გოლი სინამდვილეში გასაუქმებელი, მაგრამ დიდად თავით არ აიტკივეს. არ მახსოვს, ჰაიტი. არასწორია, დააჭირა ვინმე? მე დავაჭირო. ლაშა? თუ არ ვწდები იყო ქუვეითი. ლიოს 30 კულა, კუვეიტი სწორია. ჩემპიონთა თასის მოსაგონარი 20 იყოს. დაასახელეთ ჩემპიონთა თასზე თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი გოლის ავტორი, თუ გეტყვით რომ მან გოლი 33 წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ ქართულმა გუნდმა ის თამაში 2-1 წააგო. ალექსანდრე ჩივაძე. ლიოს 20. ტკბილი მოგონებები 20. ტკბილი მოგონებები 20. ამ ქვეყნის ისტორიაში იყო 6 წლიანი პერიოდი, რომელსაც ელდორადოს უწოდებენ. რომლის დროსაც არგენტინელი საფეხბურთო ვარსკვლავები ამ ქვეყნის შიდა ჩემპიონატში გადმოვიდნენ სათამაშოდ. 1945-54 წლებში ეს ქვეყანა FIFA-ს ნაწილი არ იყო და ამიტომ არგენტინელი გაფიცული ფეხბურთელებისთვის იდეალური თავშესაფარი გახდა. ეს ქვეყანა უნდა ვითხრა. არ მოხერხია. ლაშა? კოლუმბია. ლიოს 20 კულა, კოლუმბია არის ეს ქვეყანა. გაბრო? ავი ჩე იყოს. 10 კული. Ч10. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე მან თანაგუნდელს ჩაპეკოენს. დამამთავრებინა შეკითხვა. არასწორია პასუხი. ეხლა დავასრულებ შეკითხვას და მერე თქვენ უპასუხეთ. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე მან თანაგუნდელს ადგილი გაუცვალა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამან იხსნა ის სიკვდილისგან. 2023 წელს გარდაიცვალა და მიუნხენის ტრაგედიას გადაჩენილი ადამიანებიდან ბოლომ დაასრულა სიცოცხლე. ბობი ჩალდონი. ლიოს 10 კულა. გადამთხოვა მე ის ჩზე ჩამოვარდა ორი რაღაც. ორი რაღაცა ჩამოვარდა ჩზე მაინც და ლაშა. ჩემპიონთა თასი მოვიგონოთ. ჩემპიონთა თასი მოვიგონოთ 10 კულაში. აბაზად. თუ შაურია. არა, აბაზია ხო? 10-იანი. შაური. თუმანი საერთოდ. აპიკი, არაფერი. დავიწყეთ. ჩემპიონთა თასის ბოლო გათამაშება, ასევე ბოლო დიდი ტურნირი იყო, სადაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდები ცალ-ცალკე იყვნენ. ცალ-ცალკე გაუშვესან. ამ ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჯგუფური ეტაპი ჩატარდა. ჰანზა და კაიზერსლაუტერნი ჯგუფურ ეტაპამდე ვერ მივიდნენ. ისინი მომავალმა ჩემპიონმა პირველ და მეორე შესარჩევ წრეში გამოაგდო. ამ ჩემპიონი უნდა ვთქვა? კი. ბარსელონა. ლიოს 10. სანდრო? ახალი თაობის აღსანიშნავი. ამბობენ მილანის აკადემიაში საშუალო თამაში 5 გოლზე მეტი გახონდა. ფაქტია, ეს 17 წლის ფორვარდი სერიას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყველაზე პატარაა, რომელსაც მილანის მაისური ჩემპიონთა ლიგაზე უასპარეზია. ფრანჩესკო კამარტა. ლიოს 10 კულა. შენ მილანის შემატკივარი. მილანის კომაგი არის.
და მე ვარ ხო? კი. დედმამიშვილი. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ტყუპებმა შეასრულეს. ნახევარმცველი ძმებიდან ერთი იბერიას, მეორე კი პორტუგალიური ფამილიკაოს ღირსებას იცავს. უნდა დამისახელო ორივე ძმა. მამაგეიშვილები. სახელები? სახელები ოთო და გიზი. ხო? ლეუსათი ოთო და გიზი მამაგეიშვილი. კი, სწორია. და ბოლო შეკითხვა დაგვრჩა, გრილი მოგონებებით ვამთავრებთ. აუ, შენ გენაცვალე. ამ ადამიანის რომაული თავგადასავალი დიდხანს არ გაგრძელდა, არადა საოცრად დაიწყო. რომაულ დერბიში ბოლო წამებზე გოლი გაიტანა. როდესაც ის სერიაში იყო, მეტი ინგლისელი უყურებდა მის თამაშებს, ვიდრე პრემიერ ლიგის შეხვედრებს. იმდენად აფასებდნენ მას იტალიაში, რომ ატალანტას ულტრასებმა ბანერი გამოუფინეს, რომელზეც ლუდის დიდი ბოთლი იყო გამოსახული. ერთადერთი ვერსია მაქვს გესკოინი. და ეს სწორი არის პლუს 10 კულა. ამით მეგობრებო დასრულდა ჰეინეკენის რაუნდი. 150 კულა აქვს ლაშას, 130 კულა აქვს სანდროს, გაბროს აქვს 70 კულა. ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერეში. ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერეში. აქ მეგობრებო 10 შეკითხვა იქნება. დასწრებაზეა კვლავ თამაში. სწორი პასუხი არის პლუს 20 კულა, არასწორი პასუხი მინუს 10 კულა. ერთმა ადამიანმა თუ გააფუჭა შეკითხვა, მეორეს და მესამეს შეუძლია რომ უპასუხოს, რა თქმა უნდა, იქაც დასწრებაზე იქნება თამაში. დღევანდელი კონტრიერიშის თემა არის კიშლოვსკის ტრილოგია, სამი ფერი, წითელი, ლურჯი და თეთრი და როგორც მიხვდებოდით, სწორედ ამ სამი ფერის გარშემო იქნება ყველა შეკითხვაც. დავიწყოთ. პირველი კითხვა. 60-იან წლებში დონ რივის ინიციატივით ამ გუნდმა თეთრი მაისურისკენ აიღო გეზი, რათა მადრიდის რეალის აურა და წარმატება მიეღოთ. Leeds United. პლუს 20. ეს კლუბი 1945 წელს პოსტ მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში დაარსდა, როგორც სიმბოლო სოციალისტური ერთობისა. წითელი ფერი კი როგორც გავრისკოთ Union Berlin. მინუს 10. წითელი ფერი კი როგორც პოლიტიკური, ასევე სპორტული მნიშვნელობის იყო. ეს წითელი ფერი ატარებდა როგორც პოლიტიკურ, ასევე სპორტულ მნიშვნელობას. ეს გუნდი არის Red Star, იგივე Zvezda. ამ ნაკრების ფერი ქვეყნის დროშასთან კავშირში არ არის. ფერი შერჩეულია ბუშიდო სულისკვეთებიდან გამომდინარე. ნაკრების ფერსაც სახელი მასთან დაკავშირებით ჰქვია. გაბრო, იაპონია. რა თქმა უნდა, ბუშიდო აბა საიდან იქნებოდა? პლუს 20 კულა. კლუბზე წავედი რატომ? სამურაი ბლუ არის ხო. იაპონიის ლურჯი ფორმა. მიუხედავად სამფეროვანი დროშისა, ამ ნაკრების ძირითადი ფერი თეთრია, რომელიც პრუსიის ისტორიულ სამეფოს გერმანია? პლუს 20. ამ კლუბის ქვეყანაში მე-20 საუკუნეში წითელი რევოლუციური ფერი გახდა. თავისუფლება, ძალა, გული და მებრძოლი სული. წითელი ამ კლუბისთვის ამ მახასიათებლებს ნიშნავს. მისი სტადიონი ესტადიო დალუჟი კი ღამით გაბრო. Benfica. პლუს 20. ამ კლუბის მეორე ფორმა ძირითად შემთხვევაში თეთრია, რომლითაც 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ალბათ არავის. მილანი. პლუს 20. სერხიო ტორესის სახელობის სტადიონს ზედმეტსახელად La Cadera del Diablos უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც ეშმაკის ქვაბი, ეშმაკის ჭურჭელი. ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ ამ კლუბის ძირითადი ფერი წითელია. La Caldera del Diablo არის ალბათ ესპანურად. ეს გუნდი მეგობრებო არის ოსასუნა. მერვე. ლურჯი ფერი და კორსიკის დროშაზე გამოსახული მავრის პროფილი. ლაშა? ბასტია. პლუს 20. როდესაც ეს კლუბი დაარსდა, ნოტინგემ ფორესტი იყო მათი დონორი, რაც ეკიპირებაშიც გამოიხატებოდა. კლუბმა ნოტინგემისგან წითელი ფორმა მიიღო მემკვიდრეობით, ხოლო ფორმაზე განუყოფელი თეთრი ფერი კლავებზე მოგვიანებით მწვრთნელის ჰერბერტ ჩეპმენის ინიციატივით დაემატა. ლაშა. არსენალი. პლუს 20. თავდაპირველად ამ ნაკრების ფორმა თეთრი ფერის იყო, თუმცა 1950 წელს ლაშა ბრაზილია. პლუს 20 კულა.
ამით დასრულდა მესამე რაუნდი, 230 ქულა აქვს ლაშას, 150 ქულა აქვს სანდროს, 120 ქულა აქვს გაბროს. ვიწყებთ მეოთხე გადამწყვეტ რაუნდს, ბოლო თავი. მეოთხე რაუნდში ტრადიციისამებრ თქვენ უნდა გამოიცნოთ ფეხბურთელები, ყოფილი, ახლანდელი, ეხა შეიძლება მწვრთნელი, გარდაცვლილი, ცოცხალი, რო არ ვიცით რა მდგომარეობაში. მოკლედ ყველანაირ ფორმაში ფეხბურთელი უნდა გამოვიცნოთ. გვექნება 5 მინიშნება. პირველ მინიშნებაზე სწორი პასუხი +50, არასწორი პასუხი -10 და ასე შემდეგ. მეორე მინიშნებაზე +40, -20 და იცით მოკლედ. დავიწყოთ. პირველი ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. საქართველოს პრეზიდენტს რომ ნიკოლას კეიჯიანი ჰორორი გადაეღო. მეორე მინიშნება. პირველი აფრიკელი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. სანდრო? გრობელარი? -20. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. აუ, ლიგის რატო წავედით ასეჩი? ითამაშა, ხო? კი. ითამაშა. მესამე. მამის ანდერძი. შვილო გვინეა ბისაუს ნაკრებში უნდა ითამაშო. მართლა ესეთი ანდერძის დატოვა მამამისმა დაუტოვა. აუ, რატო ვიჩქარეთ? მეოთხე. ანდერძის დაკიდება და სენეგალთან ერთად აფრიკის თასის მოგება. ლაშა? მენდი. სწორია. ედუარდი ქვია და საქართველოს პრეზიდენტი და მენდი არის ჰორორი, სადაც ნიკოლას კეიჯი თამაშობს. აუ, რატო ვიჩქარეთ? მეორე შეკითხვა, პირველი მინიშნება. კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და ტოპ 4 ლიგაში, ტოპ გუნდებში ითამაშა. ანუ, ტოპ 4 ლიგაში ითამაშა და 4 სხვადასხვა გუნდში ამ ლიგებში რა. მეორე. დედის გარდაცვალება და ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ფიქრი. მესამე. პირველი ერთა ლიგის გამარჯვებული. ჯოო კანსელ. +30. მესამე შეკითხვა, პირველი მინიშნება. კაცი, რომელსაც 1998 წლის მსოფლიოზე სახეში თავი ჩაარტყეს. რეალური ფაქტია, არ ვიგონებ. მეორე მინიშნება. ერთხელ მუხლი მოხვდა თავში და კარში მცველმა შეცვალა. ანუ ის გასაყვანი გახდა და მცველი ჩადგა მის მაგივრად კარში. ლაშა. ფაბიენ ბარტეზი? -20 ქულა. მესამე. უცნაური კარიერის გზა. იტალიური გრანდიდან ინგლისის საშუალო დონის კლუბში, იქიდან კი ლეგენდარულ გუნდში. გაბრო. ედვინ ვანდერსარი. +30 ქულა. შემდეგი მინიშნება იყო, რომ კაცი, რომელიც დიდი ალბათობით ცოტა ხნის წინ ნახეთ. ვანდესარს არიელ ორტეგამ ჩაარტყა თავი და მაგიტომ გააგდეს 98-ში მეოთხედფინალურ თამაში. და მერე შეცვალა რიო ფერდინანდო. მეოთხე შეკითხვა. პირველი მინიშნება. წვნიანი ხორცით, ბოსტნეულით, წიწაკითა და სუნელებით. მეორე მინიშნება. ლივერპულის მფლობელობაში გატარებული 5 წელი და გერმანიაში გამგზავრება. ლივერპულში ფაქტობრივად არ უთამაშია. გულაჩი. სწორია, +40 ქულა, გულიაში იყო პირველი ისა წვნიანი, რომლის რეცეპტიც დავწერეთ. მე დავწერე, ვინა დაწერეთ. მეხუთე შეკითხვა. პირველი მინიშნება. ბაბსკში გარდაცვლილი, რომელსაც ყველა საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული. მეორე მინიშნება. კაცი, რომლის გამოც წლების მანძილზე ბარეზი მოედანზე არ იყო. ლაშა? გაეტანო შირია. +40 ქულა. ხუთი შეკითხვის შემდეგ 270 ქულა ლაშა, 220 ქულა გაბრო, 130 ქულა სანდრო. გავაგრძელოთ, მეგობრებო. მეექვსე შეკითხვა. კაცი, რომელმაც 1994 წელს დისკვალიფიკაციის გამო 2 ფინალი გამოტოვა. ლაშა? თუ არ ვწდები, უნდა იყოს ალესანდრო კოსტაკოტა. +50. ნამდვილად ლიგის და სოფლიო ჩემპიონატის ფინალები გამოტოვა.
მეშვიდე შეკითხვა. 127 საათი ზამთარში. მეორე მინიშნება. 94-ის მსოფლიო პირველი ინდური წარმომავლობის მქონე გოლის ავტორი. თუ არ ვწდები აარონ მოჰამედ ვინტერი. სწორია, პლუს 40 ქულა. 127 საათი არონ როლსტონი იყო მეგობრებო და ვინტერი როთარგუნოთ ზამთარია. მერვე შეკითხვა, იმისათვის რომ გაბრო დაეწიო ლაშას, გჭირდება 50, 50 და 40 ქულა. ნახოთ. ცველი, რომელსაც რონალდ კუმანამდე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. ცველი, რომელსაც რონალდ კუმანამდე ყველაზე მეტი გოლი. პასარელა? პლუს 50 ქულა და მეგობრებო, აზრი აღარა აქვს. ბრავო ლაშა. ამდენი ქულა ვერც ვიხსენებ, ვინმე აიღო თუ არა. ამ სეზონში ნამდვილად არავის არ აუღია. ბრავო, ბრავო. მადლობა. მეგობრებო, რა სიტყვით? როგორი იყო, რა მოხდა? როგორ შეაფასებ თამაშს? ლაშამ გაგვტანგა. გადაგვიარა ქვია. აი ძალიან კაი თამაში იყო, ბრავო. პირველ ჯერზე ამდენი კითხვისავება. ნუ ისიც მეც ვიტყვი პარემ ორი სიტყვას ყველა უნდა მადლობა ვთქვა, კი. პირველ რიგში მეტოქეებს. ნუ უნდა ვთქვა რომ აი ეს ბულახდილად უნდა ვთქვა რომ წლების ამბავში ძალიან რავი მე ესე უყურებ რომ გამიმართლა იმიტომ რომ აი ყველაზე კარგად რა პერიოდსაც ვიცნობ იმ პერიოდიდან იყო კითხვები და მადლობა ორგანიზატორებს. აი ბოლო ორი აღარ იყო შენი პერიოდი. ვერ ჩავედით იქამდე, თორე შენი პერიოდი აღარ იყო. ესე იგი მაგაშიც გამიმართლა. კი, რო? სანდრო? ლაშას მივუწევ პირველ რიგში, მადლობა ორგანიზატორებს. რა ვიცი, ჩემი თამაში დიდად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ აქამდე მოვედი. შვენიერი, მადლობა მეგობრებო, ლაშა ჩვენ შევხვდებით ფინალში. წინ ჰეინეკენისა და სეტანტას თავარი პრიზი ჩემპიონთა ლიგის ორკაციანი საგზურია. Toti! 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 Toti!